მოგესალმებით, მედიაკავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში ტელე და რადიო მაუწყებლობას. თქვენ უსმენთ და უყურებთ სამედიცინო ინტერაქტივს. მე ჟურნალისტი ნათია მაზანაშვილი ვარ და მომდევნო 50 წუთის განმავლობაში ვიმუშავებ თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, საინტერესო და აქტუალური თემით. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ყბა სახის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი ნათია ცერცვაძე. მოგესალმებით, ნათია, დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. გმადლობთ მობრძანებისთვის. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, მაყურებელს აქვს საშუალება დაგვირეკოს პირდაპირ ეთერში, დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება და ქალბატონ ნათიას დაუსვას კითხვები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ჩვენ მაყურებელი გთხოვდა, გწერდა, რომ ყბა სახის ქირურგია ბავშვებში მოგვეწვია სპეციალისტი და გაგვემზადებინა გადაცემა და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაინტერესებს დღეს ჩვენი თემა. პირველ რიგში ქალბატონ ნათია, მოდით დავიწყოთ გეგმიური ვიზიტებით. როდის უნდა და რა ასაკიდან უნდა მოვიყვანოთ ბავშვი თქვენთან, ყბა სახის ქირურგთან. ამას მე ვიძახი უბრალოდ ვიზიტი, რომ შევხედოთ, ხომ შეიძლება ზოგიერთი მშობელი ვერ ამჩნევს რაღაც პრობლემას, მაგრამ ზოგიერთიც ამჩნევს, ხომ? თუმცა ეს სავალდებულო ვიზიტები როგორ არის ხოლმე? მოგესალმებით კიდევ ერთხელ სავალდებულო ვიზიტებს რაც შეეხება ხშირად არის პრობლემა რომელიც ძალიან მარტივად შეიძლება გამორჩეს მშობელს დაბადებიდან 2-3 დღის ასაკშიც კი იმ შემთხვევაში თუ კი უმნიშვნელოდ მაინც აღენიშნება ბავშვს საკვების მიღების გაცნელება ან აქვს წონაში არმატების ტენდენცია და პირიქით მიდის კლებისკენ ვერ იჭერს მაწოვარას ან თუნდაც ბუნებრივი კვების შემთხვევაში ძუძუს თავს ამ შემთხვევაში აუცილებელია დაბადებიდანვე რამდენიმე დღის ასაკში მოხდეს შესფასება პირის ღრუს, ანუ ყბა სახის ქირურგის მიერ დათვალიერდეს ახალშობილი და ინახოს მას ხომ არ აქვს რაიმე ისეთი თანდაყოლილი ანომალია და ხშირ შემთხვევაში მსგავსი გვაქვს ენის ლაგმის სახით, რომელიც ახალშობილს უშლის ხელს ნორმალური განვითარების შემთხვევაში. თუ კი ინახება აღნიშნული ტიპის ანომალია, ხდება იქვე ქირურგიული ჩარევა რომელიც არის გაცილებით მარტივი, მოიცავს სულ რამდენიმე წუთიან პროცედურას, არის უმტკივნეულო და რეალურად ხდება ისე, რომ ბავშვის კვებითი ფუნქცია ხდება აღდგენილი და პაციენტი მიდის ბინაზე მშობელთან ერთად ყველანაირი გართულების გარეშე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. მეორე ბუნებრივია ნებისმიერ ტიპის თანდაყოლილი განვითარების მანკი და პათოლოგია, როდესაც მშობელი ხშირ შემთხვევაში სამშობიაროს თანამშრომელი მაშინვე ხვდება, რომ არ არის რიგზე, გვაქვს საეჭვო თუნდაც სასის ან ტუჩის ნაპრალზე, რომელიც შეიძლება რა თქმა უნდა ვიზუალურადაც აღენიშნებოდეს ბავშვს და ხშირად გვაქვს ეგრეთ წოდებული ფარული ნაპრალები, როდესაც ბავშვს ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე აქვს, თუმცა გვაქვს საკვების გადაცდენა, ცხვირიდან წამოსვლა მიღებული მასის და ამ შემთხვევაში აუცილებლად საჭიროებს სპეციალისტის შეფასებას. თუმცა, როდესაც ბავშვს გადაუცდება, ხო? თქვენ რაც ბრძანეთ, სანამ ექიმთან მიიყვანს მშობელი, პირველადი დახმარება როგორ უნდა გაუწიოს? ამ შემთხვევაში, რადგანაც ზედასასუნთქი გზების მხარეს არის გადაცდენა, ბავშვს ძალიან მარტივად გამოყოფს ამას ცხვირიდან და არ საჭიროებს, ასე ვთქვათ, ბრონხების ან ფილტვის სისტემაში დახმარებას და რაღაცა სპეციფიურ ჩარევას. ამას მშობელი ძალიან მარტივად შეამჩნევს გამონადენის სახით, ბავშვიც ამ დროს წუხს არის აგზნებული და შესაბამისად ტირის და ძალიან მარტივი მისახვედრია მშობლის მხრიდან, რომ აქ საქმე შეიძლება გქონდეს რაღაც ფარულ ნაპრალთან, რის გამოც ბავშვს აქვს კვების გაცნელება. და როდესაც თქვენთან მოყავთ, უკვე რა ხდება? როდესაც ჩვენთან მოდის ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში ხდება გულდასმით დათვალიერება, როგორც პირის ღრუსი, ასევე ზედასასუნთქი გზების, ასევე სახის მიდამოსი და იმის მიხედვით, თუ კი ჩვენ საჭიროდ ვთვლით რაიმე გარკვეულ ჩარევას ვაძლევთ რეკომენდაციას, თუ კი შემდგომი ჩარევის დასაზუსტებლად გვჭირდება რაიმე დამატებითი კვლევა, თუნდაც ფარული ნაპრალის შემთხვევაში მივმართავთ მაღალტექნოლოგიურ კვლევებს, ისეც როგორც არის MRT კვლევა მაგალითად, რომელიც არაინვაზიურია და ამ შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, რომ დავადიაგნოსტიროთ არა მხოლოდ ნაპრალის არსებობა, არამედ შევაფასოთ ეგრეთ წოდებული ველოფარინგიალური მექანიზმი, რაც გულისხმობს იმას, რომ სასის ფარდის ამწევი და მომჭიმავი კუნთების შეფასება ხდება, ხომ არ არის იქ ცდომა, ხომ არ არის იქ თანდაყოლილი ნაპრალი და გვეხმარება უკვე მკურნალობის გეგმის შედგენაში. რა შემთხვევაში ეს ყველაზე
ასე ვთქვათ, ნაკლები პროცენტია. უმეტესად ვიზუალური დათვალიერებლები ძალიან მარტივად ხვდებით აქ კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. საშიში იმ შემთხვევაში, რომ თუ კი მაგალითად სასის და ტუჩის ფარული ნაპრალი გვეპარა, რომელიც რეალურად ვიზუალურად შენიღბულია, ლორწოვანი დაზიანებული არ არის, კანი დაზიანებული არ არის, მაგრამ ბავშვს უჭირს წოვა, მაინც ხდება საკვების გადაცდენა. ამ შემთხვევაში მშობლებს ეპარებათ რაღაცა გარკვეული ოქროს სტანდარტი დრო მკურნალობისთვის. ხშირ შემთხვევაში მოგმართავენ უკვე ძალიან დაგვიანებულ 5, 6, 7 წლის ასაკში, როცა ბავშვს აქვს სასკოლო მზაობა და ამ შემთხვევაში გვაქვს ეგრეთ წოდებული რინოლალია, ანუ ცხვირისმიერი მეტყველება. ბავშვის მეტყველება არ არის გამართული, თავდაპირველად აბრალებენ ასაკს, განუვითარებლობას და მხოლოდ უკვე ბოლო ეტაპზე და განსაკუთრებით მშობლები აქტიურდებიან ხოლმე სასკოლო მზაობისას. როდესაც უკვე იციან, რომ ბავშვს უნდა კონდეს ჩამოყალიბებული მეტყველების აპარატი და ადეკვატური არტიკულაცია და მაშინ მოგმართავენ. ამ შემთხვევაში აღდგენის მიუხედავად კარგი შედეგის მიღწევა ძალიან რთულია. სხვათა შორის ხშირია ეს, როდესაც ცხვირით საუბრობენ ბავშვები, ანუ ეს უფრო შეიძლება რომ თავის დროზე ალაგდეს, ვიდრე მივა ბავშვის სასკოლო ასაკამდე. კი, ნახეთ, თუ კი დროულად ხდება ამისი სწორი დიაგნოსტირება, კონკრეტულად რომელი კუნთის მცდომა გვაქვს, რომელი კუნთის ნაპრალია და არის ძვალზე, ასე ვთქვათ, დართული თუ მხოლოდ რბილ-ქსოვილოვანია და ეს დროულ ასაკში კორეგირდება, შემდეგ უკვე სწორი მეტყველების თერაპევტი, სწორი ლოგოპედის ჩართულობით საშუალებას გვაძლევს, რომ გარკვეულ ასაკამდე ბავშვმა დაიწყოს ნორმალური, ადეკვატური საუბარი და შეამციროს თუნდაც ცხვირისმიერი მეტყველების ხარისხი. რაც შეეხება სინდრომებს. ეს საკითხი რომ გავშალოთ, ანომალიები, რომელსაც ამჩნევს მშობელიც. რა შეიძლება იყოს? ძალიან ბევრი სინდრომია, რომელიც არის თანდაყოლილი, ბუნებრივია, გენეტიკურად დეტერმინირებული. ყველაზე ხშირი მაინც გვაქვს თუნდაც ქალასახის დიზოსტოზები, ეგრეთ წოდებული ტრეჩერ-კოლინსის სინდრომი, პიერ-რობინის სინდრომი, რომელიც დაბადებიდანვე შეიძლება ბავშვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი იყოს. კონკრეტულად ამ უკანასკნელზე ვისაუბრებ, როდესაც დაბადებიდანვე ბავშვი იბადება შემცირებული ქვედაყბის ზომით, გვაქვს ასევე გლოსოფთოზი, ანუ ენა მარტივად რომ ახსნა ენის ტონუსი არის დაქვეითებული და ეს ორი კომპონენტი უკვე ქმნის საფრთხეს იმისთვის, რომ სასუნთქი გზები დაიხშოს. სასუნთქი გზების დახშობა, ნუ ბუნებრივია, ასოცირდება უკვე ლეტალურ გამოსავალთან, ამიტომ როგორც წესი, ესეთ პაციენტებს ძალიან კარგად ადიაგნოსტირებენ სამშობიაროშივე, ზოგ შემთხვევაში უკვე ანტენატალური სკრინინგით, ანუ ორსულობის პერიოდშიც ხდება ამისი შეფასება და სავარაუდო დიაგნოზის დასმა. ყავს ასევე პაციენტები, რომლებიც ორსულობიდანვე იღებენ კონსულტაციას და გეგმავენ, რომ ბავშვის გაჩენის შემთხვევაში, როდესაც დადიაგნოსტირებული გვაქვს ქალასახის ანომალია, როგორ უნდა ვმართოთ ეს პროცესი დაბადებიდან? ეკოსკოპიური გამოკვლევი და განსაკუთრებით თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად და განსაკუთრებით უკვე ბოლო კვირაში ძალიან კარგად დიაგნოსტირდება და ხშირ შემთხვევაში ორსულობიდანვე ვადიაგნოსტირებთ ხოლმე, ვთქვათ, რომელიმე სპეციფიური სინდრომი ხომ არ არის, რომელიც ასე ვთქვათ, ბავშვი დაბადებისთანავე ვიზუალურად ძალიან მარტივი შესამჩნევია. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ამ ასეთ პატარა ბავშვებში კეთდება ოპერაცია. ნახეთ, ეს გააჩნია კონკრეტულად რომელი ტიპია. რიგ შემთხვევაში კი საჭიროა გარკვეული ინტერვენცია, ანუ ჩარევა დაბადებიდანვე და ვაკვირდებით ამას მთელი ზრდის პერიოდის განმავლობაში. იმიტომ რომ როგორც კი ეჭვი გვიჩნდება მსგავს სინდრომზე, ბავშვის დაბადებისთანავე, გარდა იმისა, მშობელს ვაძლევთ ინსტრუქტაჟს, რომ როგორ უნდა ყვებოს ბავშვი, როგორ უნდა მართოს, რისი არ უნდა ეშინოდეს, ხო? იმიტომ რომ მშობელს არ აქვს სამედიცინო განათლება და მისთვის ძალიან ბევრ სირთულესთან ასოცირდება მსგავსი სინდრომიანი ბავშვის მოვლაპატრონობა და შემდეგ ადეკვატური ზრდა-განვითარების ხელშეწყობა. ასევე პედიატრის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის ნორმალური ზრდა-განვითარება შეფასდეს. ხშირ შემთხვევაში საჭიროა გარდა ყასახის ქირურგისა, მომიჯნავე სპეციალისტების, ნეიროქირურგების და ყელყურის სპეციალისტების ჩართულობა და გარკვეული მულტიდისციპლინარული გუნდი იქმნება, რომელიც ერთი კონკრეტული სინდრომის და დაავადების მქონე პაციენტთან თავისი კომპონენტების და საჭიროების მიხედვით ახდენს ინტერვენციას და უზრუნველყოფს ბავშვისთვის ნორმალური განვითარებისა და სიცოცხლის ხარისხის შენარჩუნებას და შექმნას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია, რომ ჩვენ რაოდენ
ვიზუალითაც არ უნდა გქონდეს ეჭვი და რაოდენ ცხადიც არ უნდა იყოს კლინიკური სიმპტომები, ძალიან გვეხმარება გენეტიკური გამოკვლევა. თანამშრომლობთ ასევე გენეტიკოსთან, რომელიც ახდენს, ასე ვთქვათ, გენეტიკური მასალის შესწავლას, აკონსულტირებს პაციენტს და ამის შემდეგ უკვე დადასტურებულად გვაქვს თუ კონკრეტულად რომელი გენის დელეცია, რომელი გენის ცვლილება, სად გვაქვს რომელ ლოკუსში, რა სინდრომია და რატომ გვეხმარება ეს. ეს გვეხმარება იმაში, რომ გარკვეული სინდრომებისთვის შესწავლილია პირობითად განვითარების ანომალიები, არა მხოლოდ ყბასახის ქირურგიული მიმართულებით, არამედ მაგალითად გულსისხლძარღვთა მიმართულებით და ჩვენ უკვე მშობელს ვაძლევთ ინფორმაციას, რომ ნახეთ, თქვენ შვილს კი აღენიშნება ესა და ეს, მაგრამ ვინაიდან მიდრეკილია პირობითად გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისკენ, ან შაქრიანი დიაბეტისკენ, ან თავის ტვინის რაიმე ანომალიისკენ, ამ კუთხითაც უკვე თადარიგს ვიჭერთ, რომ ბავშვი იყოს მაქსიმალურად კარგად აყვანილი მეთვალყურეობაზე, ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე და დროულად მოვახდინოთ ყველა პოტენციური გართულების და დაავადების, რა თქმა უნდა, ამოცნობაც და შემდგომში დროული დადიაგნოსტირება და დამენეჯმენტება. ანუ ეს არის სხვადასხვა სინდრომი, რომელიც უფრო ყველაზე მეტად გავრცელებული ყველაზე მეტად მაინც ეს გვაქვს ყბასახის მიდამოში, რაც არის ქალასახის დიზოსტოზები, გვაქვს პიერობინის სინდრომი, ტრეჩერ-კოლინსის სინდრომი, კრუზონის სინდრომი, რომელიც ვიზუალურად ესე ძალიან მარტივად შესამჩნევია, მაგრამ ისიც საჭიროებს გენეტიკურ დადიაგნოსტირებას. ძირითადად ეს პათოლოგიები გვხვდება, თუმცა არის აიკარდი გუტიერესის, შელდონ-ჰოლის სინდრომითაც ყავს პაციენტი, რომელიც პირობითად ყოველრაღაც 100,000-ში ერთია და სპეციფიური განვითარების ანომალია ხასიათდება. გეგმავთ გაკეთებას მარტში ამ პაციენტს აღენიშნება მიკროსტომა, ანუ პირის მოცულობა არის შემცირებული, შესაბამისად გამომდინარე მიკროსტომიდან და სპეციფიურად განვითარებული ტუჩის ნაპრალიდან და პირის ღრუს აპარატიდან ძვალიც უკვე მსგავსად არის განვითარებული, ანუ დეფორმულია, რადგან დაბადებიდან მთელი 5 წლის განმავლობაში ესეთი ტიპის ეწოლა მქონდა. ანუ 5 წლის არის პაციენტი. კი ბატონო, 5 წლის არის და იგეგმება გაკეთება მარტში. ეს არის შემჩნევადი თვალით? კი. ძალიან სპეციფიური თვალის კუთხის ჭრილი აქვს, სპეციფიური ცხვირის ფორმა აქვს, სპეციფიური ტუჩის ფორმა აქვს და ოპერაციის შემდეგ რა მოხდება? ოპერაციის შემდეგ პირველ ეტაპზე ატარებს ფუნქციურ ხასიათს, ანუ გულისხმობ იმას, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ტუჩის ნაპრალის გაფართოება, რომ პაციენტმა ადეკვატურად სრულფასოვნად შეძლო საკვების მიღება, ასევე ესთეტიური ნაწილიც იყოს დამაკმაყოფილებელი, რომ როგორც გითხარით, ნახეთ, სასკოლო მზაობის ასაკი აქვს და შესაბამისად მშობელიც უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, რომ სკოლაში მისვლის პერიოდში ბავშვი არ გახდეს ეგრეთ წოდებული ბულინგის მსხვერპლი, არ იყოს მისი სოციალური ადაპტაცია რთული თანაკლასელებთან და მასწავლებლებთან და გამომდინარე აქედან პირველ ეტაპზე იქნება სუფთად ფუნქციური და ნაწილობრივ ესთეტიური, გულისხმობ იმას, რომ პირველ ეტაპზე ვერ მივიღებთ იდეალურ ვიზუალს, ხოლო შემდგომ ამის განვითარების პარალელურად შეგვეძლება რამდენიმე ჩარავით უკვე ადეკვატური. ანუ როდის გაკეთდება შემდეგ მომდევნო? შემდეგი შეგვიძლია უკვე გაკეთდეს 10-12 წლის ასაკში იმის და მიხედვით პაციენტს როგორ ექნება, ასე ვთქვათ, გაუმჯობესებული კვების, მეტყველების ასპექტები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით ყბასახის მიდამოს პათოლოგიების დროს, როგორ ხედავს პაციენტი თავის თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ რაოდენ მცირეწლოვანიც არ უნდა იყოს, სახის ანომალიები ყველაზე მეტ ზეგავლენას ახდენენ ფსიქოემოციურ ფაქტორებს. კი ბატონო, თვითონაც ძალიან აწუხებთ და ეს ხშირ შემთხვევაში ხდება მოტივატორი ჩვენთვის, რომ მაქსიმალურად კარგი ესთეტიური შედეგი მივიღოთ, აქ საუბარი არ არის მხოლოდ ფუნქციაზე, მნიშვნელოვანია ასევე ესთეტიკაც. მაინტერესებს ასევე აი ამ სინდრომებიდან, რომლებიც თქვენ ჩამოთვალთ, ყველაზე მარტივად ოპერაციებით, აი მაგალითად ერთი ჩარევით, რომელი სიმპტომი პრაქტიკულად არც ერთი, იმიტომ რომ თუმცა ეს სიმპტომები ყველა შეიძლება ყველამ რომ შედეგი გამოიღოს, როდესაც ქირურგი ჩაერევა. რა თქმა უნდა, ანუ ქირურგიული ჩარევა მოწოდებულია იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს კონკრეტულად ვიზუალი ან კონკრეტული ერთი მიდამოს ფუნქცია. ანუ ქირურგიული ჩარევა მხოლოდ ამისთვის არის, ატარებს დამხმარე ხასიათს, რომ თუნდაც უკვე 18 წლის ასაკისთვის ბავშვმა შეძლოს სრულფასოვანი ადაპტაცია საზოგადოებასთან და იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი.
ალბათ მაინც ყველაზე რთული ჩვილებთან ოპერაცია იქნება. ყველაზე რთული კი, მაგრამ ჩვენ ყველაზე ნაკლებად გვიწევს. რადგან გადაუდებელი და საციცოცხლო ჩვენებით, ან გარდა თუნდაც ერთადერთი პიერობენის სინდრომისა, როდესაც უბრალოდ სასუნთქი გზების ობსტრუქციის ჩივილია და აქაც მცირე ინტერვენციას ვაკეთებთ და არ არის სრულფასოვანი, პრაქტიკულად არ გვაქვს სასიცოცხლო ჩვენებით გასაკეთებელი ოპერაციები. ამიტომ ყოველთვის ველოდებით, რომ პაციენტმა გარდა იმისა, რომ სხეულის მასა მოიმატოს, თუ სხვა ფუნქციური დარღვევები აქვს, ისიც დაირეგულიროს, მზაობა ქონდეს, რომ ქირურგიული ჩარევა გადაიტანოს და რა თქმა უნდა, ამას ვაკეთებთ შესაბამის ასაკში. ესეა მოწოდებული მთელ მსოფლიოში, თუმცა ამ სინდრომებთან დაკავშირებითაც რამდენიმე სამუშაო ჯგუფია, ეს არ არის, ასე ვთქვათ, ხშირი ნაწილი, თუნდაც ყბასახის ქირურგის, თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთისთვის, უმეტესად ევროპის მასშტაბით და ამერიკაშიც რამდენიმე კლინიკის სამუშაო ჯგუფია, რომელიც შემდეგ პრაქტიკულად მთელ მსოფლიოს კარნახობს ამ და იმ კონკრეტული შემთხვევაში, რომელი გაიდლაინით იქნება უკეთესი მკურნალობა და ესენი უმეტესად წარმოადგენენ რეფერალ ცენტრებს. აი, რამდენად ხშირია შემთხვევა, როდესაც თამაშის დროს ყოფილა თუნდაც სახსრის ანძლის მოტეხილობა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პათოლოგიაა, განსაკუთრებით 3-4 წლის ზემოთ ბავშვებში ძალიან ხშირია მომართვიანება, როდესაც მშობელს გონია, რომ იმის გამო, რომ მისმა მცირეწლოვანმა შვილმა დაიზიანა, ვთქვათ, რბილ-ქსოვილოვანი კომპონენტი, მაგალითად ლოყა, ცხვირის გარკვეული ნაწილი, ნიკაპის ნაწილი, გონიათ, რომ ხომ არ არის მოტეხილი. ამ შემთხვევაში მინდა დავეხმაროთ, თუნდაც იმიტომ, რომ ხელვის და ნერვიულობის ნაწილი ქონდეთ ნაკლები. განმარტო, რომ პრაქტიკულად 3-4 წლამდე სახის ცვლების მოტეხილობა, განსაკუთრებით იზოლირებული მოტეხილობა ჩვენ არ გვხდება, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან, რომ ძვალი არის რბილი, პლასტიური, ასევე ეს რბილი ქსოვილები ლოყების სახით, რომელშიც ცხიმოვანი კომპონენტი უხვად არის წარმოდგენილი, ერთგვარ ამორტიზაციის საშუალებას ქმნის და თუ არ ქონდა მიღებული ძალიან დიდი დოზით დარტყმა, პრაქტიკულად არ ტყდება არაფერი სახეზე. ანუ ის რომ საწოლის კუთხეს მიარტყა, წაიქცა და ვთქვათ მაგიდას ჩამოარტყა. საწოლიდან გადმოვარდა, ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია და ჩვენს ჰოსპიტალში ძალიან ხშირ მომართვიანობის მიზეზს წარმოადგენს, მაგრამ 3-4 წლამდე პრაქტიკულად არ გვაქვს ზლოვანი დაზიანებები. აი ამის შემდგომ უკვე მიდამოების მიხედვით, დამაზიანებელი ფაქტორის მიხედვით და ზემოქმედების ძალის მიხედვით ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა, ვთქვათ, დამატებითი კვლევა საჭირო და ამ შემდეგ. ჩვენს კლინიკაში სახსარი მაინტერესებს ასევე სახსარი ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ ამოვარდნილია და ბავშვებს ვთქვამთ, რომ მაგალითად ткаცუნობს, ხო, ერთხელ დარეკა ეთერში ერთ-ერთმა ადამიანმა და შემდეგ დაგვირეკა ზრდასრულმა, რომ იგივე ჩივილი ჰქონდა სხვათა შორის, რაც პატარას. კი ბატონო, საფეთქელ ქვედაყბის სახსრის საკითხი. შეიძლება თუ არა რომ თვითონ ვიალაგდეს ეს პროცესი. კი ბატონო, ნახეთ საფეთქელ ქვედაყბის სახსრის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური თემაა ყბასახის ქირურგიაში, გამომდინარე იქიდან, რომ იგივე ამ ткаცუნის გამომწვევი მიზეზი განსხვავებულია. ბავშვებში ძირითადად გვხდება პუბერტატულ ასაკში, როდესაც არის სწრაფი ზრდა, ზლოვანი კომპონენტები იზრდება, მაგრამ რბილ-ქსოვილოვანი პარამეტრები სასახსრე ჩანთის და იოგების სახით ვერ აღწევს დროულად სიმწიფეს. აქედან გამომდინარე, სწრაფი ზრდის შედეგად, თანკბილვის ანომალიის შედეგად, იმიტომ რომ თანკბილვა მნიშვნელოვნად განაპირობებს საფეთქელ ქვედაყბის სახსარში ქვედაყბის თავის პოზიციონირებას. ამ შემთხვევაში გვაქვს არასწორი თანკბილვის პირობებში არასწორი პოზიციონირება, რაც ტვირთავს სასახსრე ელემენტებს და უკვე გვაქვს ასინქრონული მოძრაობა. ასინქრონიაში რას გულისხმობ? ქვედაყბის თავი ჯდება სასახსრე ფოსოში, ხოლო დისკი ткаცუნით უბრუნდება საწყის სიმპტომს. ткаცუნი არ წარმოადგენს საშიშ და საგანგაშო ჩივილს, ეს არის დისფუნქციის პირველი ეტაპი, რასაც ხვდებით ზრდასრულ პაციენტებშიც და ბუნებრივია ბავშვებშიც. აი დისფუნქციის მეორე და შემაწუხებელი ეტაპი არის, როდესაც ეს ართროზული დაზიანებები გადადის ართრიტში, ანუ ხდება ტკივილი. ანუ შეიძლება ეს სახსარი გართულდეს და თავისით არ შეიძლება რომ გავიდა. პრაქტიკულად ნაკლებად. პედიატრიულ ასაკში კიდევ უფრო ხშირად შეიძლება რომ თავისით მოზრდილებში ნაკლებად.
იმიტომ რომ საფეთქალ ქვედაყბის სახსრის პრობლემები ხშირ შემთხვევაში რომ იწყება მთელი ცხოვრების განმავლობაში მიყვება პაციენტს თუ არ მოხდა დიაგნოსტირება რა არის გამომწვევი და ხშირ შემთხვევაში სტრესი, დაძაბულობა, საღეჯი კუნთების დისფუნქცია და დატვირთულობა, ასევე კვების წესი, არც საფეთქალ ქვედაყბის სახსრია ამ კუთხით გამონაკლისი. ბავშვთა ასაკში ასევე ხშირი გვაქვს ხოლმე ამოვარდნილობები. როდესაც მშობელს მოყავს ბავშვი და ამბობს, რომ პირს ვერ ხურავს, ძალიან დამახასიათებელი სიმპტომი აქვს, ანუ ვერ ყლაპავს, ვერ ჭამს, ვერ მეტყველებს, ქვედაყბა წინ არის წამოწეული, ხშირ შემთხვევაში გვაქვს თვითნებური ნერწყვდენა და ეს არის ძალიან ტიპიური საფეთქალ ქვედაყბის სახსრის სრული ამოვარდნილობისთვის, როდესაც დისლოცირებულია. კი, შეიძლება, აბსოლუტურად. და არაფერი წინაპირობა არ ქონდა. აბსოლუტურად შეიძლება. არა, პირიქით შეიძლება დაამტკნაროს. დიდად გახსნას პირი და დარჩეს ამ პოზიციაში. კი. ამას მე როგორ შევარ? ამ შემთხვევაში ხდება ხელით ჩასწორება სპეციალისტის მიერ. შემდგომში პაციენტს ენიშნება გარკვეული მოსვენებითი რეჟიმი და კონსერვატიული მკურნალობა. ერთი თვის განმავლობაში ვაკვირდებით და ვაძლევთ რეკომენდაციას, თუ თქვათ საჭიროების შემთხვევაში MRT კვლევას, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ საფეთქალ ქვედაყბის სახსრის ეს რბილქვსავილოვანი კომპონენტები ჩანთა კაფსულა შევაფასოთ და გავუკეთოთ ასე ვთქვათ პრევენცია შემდგომში, რომ აღარ მოხდეს მსგავსი ამოვარდნილობა. გასაგებია, ასევე რადგან ამ თემაზე ვსაუბრობთ, მოდით გავშალოთ მერვე კბილიც. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტკივნეული პრობლემა, ხო? კი, ყველაზე ხშირი. პატარებისთვისაც, დიდებისთვისაც და რატომღაც რთული, ხო? ძალიან რთული კბილია, სირთულეებთან ასოცირდება ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში და თქვენთვის არ ვიცი, იმიტომ რომ ამოსვლის დროს არის ძალიან ტკივნეული. და ასევე აი ასეთი კითხვა მინდა დავსვა, ჩვენ არ ვართ მედიკოსები, უბრალოდ ალბათ ჩემს მაყურებელსაც დაინტერესებს, არის თუ არა საერთოდ საჭირო მერვე კბილი. რეალურად ხშირ შემთხვევაში და პაციენტების ალბათ 95%-ში ავგულისხმობ მხოლოდ პედიატრიულ ასაკს დასრულებსაც ის არ მონაწილეობს არანაირ ღეჭვით აქტივობაში. გამომდინარე იქიდან რომ ევოლუციის პროცესში ფილოგენეზურად დაიხვეწა ჩვენი საკვები, უკვე ამ ეტაპზე რამის რუდიმენტული ჩანასახივით მოგვრჩა ეს ჩვენი მერვე კბილი. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში პაციენტები ამოჭრის გაძნელებით, ძლიერი ტკივილით, მათ შორის სახსრის, თავის ტკივილით, პირის გაღების შეზღუდვით გვაკითხავენ, ვიღებთ პანორამულ რენტგენოლოგიურ კვლევას და აღმოვაჩენთ, რომ უბრალოდ სივრცე არ არის ამ კბილის ამოჭრისთვის, ის არ იჭრება მისთვის და კბილბუდისთვის ჩვეულ ადგილას, არის თუნდაც ტოტის მიდამოში, სადაც კბილი არ უნდა იყოს და რომც ამოიჭრას, ისა ვერ შეასრულებს ღეჭვით აქტივობას. ანუ ფუნქციურად პაციენტს არაფერში არ გამოადგება. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის ისეთი შემთხვევები, როდესაც პაციენტები ამას იყენებენ, თუნდაც დანაკლისი კბილის გამო ან რაღაცა პროთეზის საყრდენად ხიდისებრ პროთეზს გულისხმობ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში პაციენტების მათ უბრალოდ არაფერში არ ადგებათ. ასევე რომ ვცადოთ და შევინარჩუნოთ, გულისხმობ თუნდაც კარიესის გამო დაბჟენას, მას არ აქვს ტიპიური ფესვების და არხთა სისტემა. ამიტომ შესაძლებელია ჩვენმა ვთქვათ კოლეგა სტომატოლოგმა, თერაპევტმა ძალიან ბევრი იწვალოს, იშრომოს, დაბჟინოს იდეალურად, მაგრამ მეორე დღესვე ძლიერი ტკივილის გამო გახდეს ამოსაღები, იმიტომ რომ ის არ არის ტიპიური კბილთა სისტემისთვის დამახასიათებელი არხების სტრუქტურით. აქედან გამომდინარე, ხშირად და განსაკუთრებით პირველივე ჩივილის გაჩენისას ვაკეთებთ სიბრძნის კბილის ექსტრაქციას, ანუ ზოგჯერ ქირურგიული მეთოდით, გულისხმობ გარკვეულ განაკვეთს, გაჭრას, ცვლის მოხსნას და ამოღებას, ზოგჯერ შედარებით მარტივად, როცა ამოჭრელია და მინიინვაზიურად ვერავით. პოსტოპერაციული პერიოდი პაციენტებისთვის არის ძალიან რთული. მიუხედავად გამომდინარე იქიდან, რომ ანესთეზიის პროცესშიც ხდება საღეჭი კუნთის გაჭრვეტა და ეს ერთგვარ სპაზმს იწვევს, მეორე ის, რომ რეტრომოლარული მიდამოა ხშირად, ანუ მარტივად რომ აგიხსნათ ქვედაყბის უკანა მიდამოა, რომლის თვითწმენდა ჰიგიენა ძალიან რთულია, ასევე რთულია თვითონ ეს პროცედურა, რომ იჭრება, ძვალი იხსნება და იხურება და რაც მთავარია, მუშაობის პროცესში
გამომდინარე იქიდან რომ გვიწევთ კავის ლოყის გადაწევა, შეშუპება გვაქვს საკმაოდ დიდი. ამიტომ ბევრ უფრო რთულ ოპერაციას, რასაც ვაკეთებთ ყბასახის ქირურგიაში, გაცილებით მსუბუქი პოსტოპერაციული პერიოდი აქვს და მარტივი სარეაბილიტაციო, ვიდრე აი ამ ერთი შეხედვით მარტივ ჩარავა სიბრძნის კბილის ექსტრაქციას. და გართულებების კუთხითაც ძალიან ბევრი გართულება შეიძლება მოყვეს მას, თუ არ. და თუ არაფერში არ გვიშლის ხელს. თუ არაფერში არ გვიშლის ხელს, არ ქმნის პრობლემას, არ აშავებს, შეგვიძლია დავტოვოთ იმ ეტაპამდე, სანამ ასე ვთქვათ, გამოიწვევს გარკვეულ ჩივილს. ესე რუტინულად და გეგმიურად ამისი ამოღება ბუნებრივია რეკომენდირებული. თუ კი ვთქვათ, კარგად მინიმუმ კარიეს მაინც გამოიწვევს. აი კარიეს სულ დაზიანებასთან უკვე მივდივარ ტკივილამდე და აი ზუსტად იმ პრობლემამდე, რომ თერაპევტი სტომატოლოგი ვერ ახერხებს იდეალურადაც რომ მუშაობდეს სრულფასოვან დაბჟენ არაპროგნოზირებადია. ასევე თქვენ გადაცემის დასაწყისში ახსენეთ ტუჩის ლაგამი, თუ ენის ლაგამი ახსენეთ. აი განვასხვაოთ, რას ნიშნავს ტუჩის და ენის ლაგამი და როგორ მკურნალობთ დღეს საქართველოში. კი ბატონო, ენის ლაგამი არის ენის ქვეშა, ასე ვთქვათ, ერთხელ ჭირდება ამას მხოლოდ ოპერაცია. ნახეთ, თუ კი ვთქვათ, ენის ლაგამზე გვაქვს ასეთი მიდგომა, თუ კი ვერავით ნეონატების ასაკში, ან დაბადებიდან 1 თვემდე შუალედში კვების გაძნელების გამო, ამის შემდგომ 1 წლის ასაკში რუტინულად ვამოწმებთ პაციენტს. რადგან ეს არის გენეტიკურად დეტერმინირებული მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩაიჭრა ენის ლაგამი, შესაძლებელია 1 წლის ასაკზე ჩვენ გქონდეს მაინც ნაწიბური, გქონდეს ასევე მაინც საკმაოდ ისე მკვეთრად და ანომალიურად განვითარებული ენის ბოჭკოები, რაც ღუდავს არტიკულაციას, ენის მოძრაობას. შესაბამისად, რუტინულად პაციენტს ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ შემოწმდეს. რატომ 1 წლის ასაკი? იმიტომ რომ ბავშვი ემზადება მეტყველების დასაწყებად და აუცილებელია რომ ენა იყოს განთავისუფლებული, სრულფასოვანი, არ გქონდეს რაიმე წინაღობა, რომ განსაკუთრებულად შიშინა და სისინა ბგერები წარმოთქვას ბავშვმა კარგად. თუ თქვათ, ეს ნაწილი გამოგვეპარა და უბრალოდ პედიატრმა შენიშნა რუტინული ვიზიტის დროს, რომ ბავშვის ენა დაბმულია, ამ შემთხვევაშიც 1 წლის ასაკისევით უწევთ რეკომენდაციას, რომ ერთ ეტაპად სრულფასოვნად გაკეთდეს ენის რეკონსტრუქცია, ჩაიჭრას როგორც ლაგამი, ასევე ანომალურად განვითარებული კუნთოვანი ბოჭკოები და ენა დაგრძელდეს. ეს ძალიან მარტივი პოსტოპერაციული პერიოდით ხასიათდება, რეალურად მეორე დღეს ვწერთ პაციენტებს ბინაზე, თავარია ბავშვმა დაიწყოს. თუმცა კონტროლი მაინც ჭირდება. კონტროლი მაინც ჭირდება. თავარია ბავშვმა დაიწყოს საკვების მიღება, იყოს აქტიური, ტკივილის შემცირდეს და რეალურად ოპერაციიდან 2-3 დღე აქვთ ხოლო ტკივილის შემდგომ ძალიან კარგად ადაპტირდებიან. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო კარგად გადააქვს ეს პროცესი. და რაც შეეხება ტუჩის ლაგამს, ტუჩის ლაგამთან დაკავშირებით ყველაზე მეტი აზრთა სხვადასხვაობაა. რატომღაც მშობლებიც და თუნდაც ჩვენი კოლეგებიც შემჩნევისთანავე, როდესაც ზედატუჩის ლაგმის არასწორი და სქელი ბოჭკოები გვაქვს, იწყებენ გადმომისამართებას ყბასახის ქირურგებთან ოპერაციის მიზნით. ის მინდა განმარტო, რომ ზედატუჩის ლაგმის ოპერაცია განსხვავებით ენის ლაგმისგან ატარებს მხოლოდ კოსმეტიკურ ხასიათს. ანუ ენის შემთხვევაში თუ კი ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, იმიტომ რომ მეტყველების და კვების პრობლემა გვაქვს რიგ შემთხვევაში, ტუჩის ნაწილში ამისი ჩვენება გვაქვს ხრძილოვანი ღიმილი, ან უკვე მეორე ცენტრალური საჭრელების მუდმივ სგულისხმობ ამოსვლის შემდეგ ცენტრალურ კბილებს შორის სივრცე, ეგრეთ წოდებული დიასთემა. გამომდინარე აქედან ზედატუჩის ლაგმის პლასტიკას და რეკონსტრუქციას 9 წლამდე რეკომენდაციას არ ვუწევთ. უნდა ამოიჭრას მუდმივი მეორე საჭრელი და თუ კი ამ შემთხვევაში გვექნება დიასთემა, ანუ კბილებს შორის, ცენტრალურ კბილებს შორის სივრცე, მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავერიოთ. მოხდეს უხეში ბოჭკოების ამოღება, დაპლასტიკება და ტუჩის, ასე ვთქვათ, ვიზუალური ნაწილის გაუმჯობესება. მაყურებელმა მოგწერა ყბის ტკაცუნზე სახის მარცხენა მხარის გაციების შედეგად მაქვს ნერვის ანთება და შესაძლებელია თუ არა ყბის სახსარში ტკაცუნი იყოს.
ნახეთ, ეს აბსოლუტურად ორი სხვადასხვა პროცესია. სახის ნერვის გაციების დროს ეგრეთ წოდებული ბელის დამბლა გვაქვს, როდესაც გვაქვს ნევრალგიური ჩივილები, შეიძლება იყოს შეზღუდვა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში ეს დიაგნოზი გავლენას არ ახდენს საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დისფუნქციაზე. ხოლო თუ კი მას დამოუკიდებლად და მანამდეც ჰქონდა ჩივილები საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის კუთხით, უნდა აუცილებლად მოხდეს რენტგენოლოგიური ცვლილებების შეფასება, პირის ღრუს შეფასება, კონკრეტული კვებითი ჩვევების შეფასება და კომპლექსური მიდგომა. თუმცა ეს ორი დაავადება ერთმანეთთან კომუნიკაციაში არ არის. ასევე კითხვა გვაქვს ყბის სახსარზე სად და როგორ ხდება ექიმთან გასინჯვა? ანუ ყბის სახსრის შეფასებისთვის პირველი ეტაპის შეფასება წარმოებს ყბასახის ქირურგის მიერ, ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც არის ყბასახის ქირურგი, შეუძლიათ მიაკითხონ, ჩატარდეს პირველადი შეფასება პაციენტის არტიკულაციის, ქვედაყბის მოძრაობის რაკურსის შემოწმება, ზოგადი მდგომარეობის, რენტგენოლოგიური და ამის მიხედვით იქნება შეთავაზებული მკურნალობის გეგმა, იმიტომ რომ მკურნალობის მეთოდები რამდენიმეა. ეს არ არის ერთი და უნივერსალური. რიგ შემთხვევაში პაციენტს უნიშნავთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ მკურნალობას, შემდგომში ვიხმარებთ ორთოდონტს, ორთოპედს იმის მიხედვით თუ კონკრეტულად თანკბილვის რა ნაწილის პრობლემა გვაქვს, ასევე მივმართავთ ეგრეთ წოდებული ჰიალურონის მჟავის შეყვანა სახსარში და ინექციების სახით, რაც ასევე გავრცელებული პრაქტიკაა და ნამდვილად კარგად მუშაობს, ამიტომ კონკრეტულ პაციენტზე ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ხდება კონკრეტული მკურნალობის მეთოდის შეთავაზება და გეგმის გაწერა. კი ბატონო, გამარჯობა, 4 დღეა უკვე ყბა მტკივა, ნერწყვის გადაყლაპვაც მიჭირს, ყურზეც გადამდის, უკვე ვეღარ ვიგებ კბილი მტკივა თუ ყბა ხელს რომ ვიდებ მტკივა. ვიზუალურად თუ აქვს შეშუპება, ამ შემთხვევაში ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი სადიაგნოსტიკო ჩივილი იქნება, იმიტომ რომ შესაძლებელია გქონდეს პარატონზილარული ან პარაფარენგიალური სივრცის პრობლემა, შესაძლებელია სანერწყვე ჯირკვლის პრობლემა იყოს, შესაძლებელია კბილის პრობლემა იყოს და ირადირებული, ამიტომ ამ შემთხვევაში ყოველთვის უმჯობესია, რომ პაციენტი ინახოს, შეფასდეს და უფრო ზუსტად დავეხმარებოდით. კი, იმიტომ რომ აი მესიჯები მოდის და მე თვითონაც ვერ ხვდები. ყბის ჩაკეტვა, რამდენჯერმე მქონდა შემთხვევა, რომ სახის მარჯვენა მხარეს რაღაცნაირად ყბა ჩამკეტვია, ანუ ნახევარზე ვაღებდი პირს, მაგრამ ეს წამიერი იყავა, ავამოძრავებდი ქვედაყბას და ისევ გასწორდებოდა. კი ბატონო, ესეც დამახასიათებელია საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის დისფუნქციისთვის. ამ შემთხვევაში რენტგენოლოგიური კვლევა აუცილებელია, რომ სასახსრე ზედაპირები და ნაპრალი ინახოს. ხომ არ გვაქვს შევიწროება, დეფორმაცია და მივცეთ რჩევას, იმიტომ ეს საწყისის ჩივილია, რომელიც მოგვიანებით შეიძლება გადავიდეს ტკივილში და საკმაოდ შემაწუხებელი იყოს პაციენტისთვის. აი ცით როგორ ჩანს უფრო მოზრდილი ადამიანები გვისვამენ კითხვას, თუმცა ნათია პასუხობს და ამიტომ გამოვიყენებ მე ეთერს და კიდევ დაგისვამთ კითხვას. გამარჯობათ, მაინტერესებს თქვენთან თუ აკეთებენ ზედა ტუჩის მოკლე ლაგამის ჩაჭრას და რა ღირს ეს პროცედურა ღიმილის დროს ღრძილები მიჩანს ზედმეტად და მირჩიეს რომ ლაგამი უნდა ჩავიჭრა. კი ბატონო, მსგავსი პროცედურა ჩვენთან კეთდება, ხელმისაწვდომია, როგორც თქვათ, პედიატრიულ ასაკში ეს ზრდასროლისთვის, ნარკოზით საჭიროების შემთხვევაში ფინანსდება და ამბულატორიულ ნაწილში უკვე. ხო, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი დაავადება და შეიძლება რომ ადამიანმა ჩაიტაროს ამ კუთხით ოპერაცია, ხო? ყბის სახსრის ართრიტი. 17 წლის გოგონა მყავსო, რომელსაც ყბის სახსრის ართრიტი დაუდგინესო და თუ შეგიძლიათ გამიმარტოთ რას ნიშნავსო? ქვედაყბის სახსრის ართრიტი არის ის, რასაც ვისაუბრეთ, ანუ საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის შემავალი კომპონენტების ანთება. უბრალოდ თუ აქვს ზუსტად ართრიტი, აუცილებლად უნდა გქონდეს ტკივილიც და დისფუნქციაც. ეს გულისხმობს იმას, რომ ართრიტი აქვე განმარტო, მიუხედავად იმისა, რომ საუბარია ამ შემთხვევაში ანთებით დაავადებაზე, აქ არ მოიაზრება არც ჩირქოვანი ანთება და არც რაიმე ინფექციური პროცესით განპირობებული. საფეთქელ-ქვედაყბის სახსრის ართრიტზე გულისხმობთ, როდესაც არის ტრამული დაძაბულობა, დაჭიმულობა და ანთებადი და მტკივნეული ხდება სასახსრე ნაპრალის შემავალი ელემენტები.
ამიტომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური შეფასება პაციენტის და ინდივიდუალური საჭიროების განსაზღვრა. გამარჯობა, ტუჩი გავიდიდე რამდენიმე კვირის წინ. ოდნავ არ დავასახელებ სპეციალურად კი ბატონო. და დამისივდა. დექსამეტაზონი და სუპრასტინი მივიღე და არ ჩამიცხრა. არ ხდება გაწოვა, ძალიან მეშინია უკვე. რა უნდა გავაკეთო, რას მერჩევთ? ეს მე მგონი ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ჩვენთან ეს კომუნიკაციაში არ, კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხშირად მოგმართავენ პაციენტები მსგავსი ჩევილით, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივია ჩვენს ჰოსპიტალში მსგავსი ტიპის ჩარევები არ ტარდება. უბრალოდ ხშირ შემთხვევაში გვაქვს საქმე გართულებულ ინექციურ პროცედურებთან. აქ ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტულად რა მედიკამენტით, რა დოზით გაიდიდა, რამდენ ხანში მოხდა შეყვანა, როგორ დაიცვა. ამას შეიძლება გამოიწვიოს ალერგიაც, ხო? შესაძლებელია. უკეთესი ვარიანტი იქნება ალბათ თუ კი გვექნება ალერგია და არა ის რომ ვთქვათ ფილერი ან კონკრეტული მედიკამენტი დიდი დოზით ან სწორად არ იქნა შეყვანილი. ამაზე საუბარი პაციენტის ასე ვთქვათ შეფასების გარეშე ნამდვილად არ შეიძლება. გამარჯობა, მაღლა ორივე მხარეს სიბრძნის კბილი მაქვს და დაბლაც ამომივიდა. ორივე მხარეს დაბლა ერთ მხარეს დამისივდა და მტკივა ლოყა ამადგია. ყურიც ორი დაპლომბილი კბილიც მიჩირქდება. ეს აუცილებლად მისახედი პრობლემაა, იმიტომ რომ არ იყოს პერიკორონარიტი, ანუ სიბრძნის კბილის მფარავი ლორწოვანი გარსის ანთება, რამაც შეიძლება გაცილებით მალე მიიყვანოს სამედიცინო დაწესებულებამდე. ჯობია სანამ არის რესურსი და შედარებით, ასე ვთქვათ, ნაკლები ინტენსივობის ჩივილები მიმართოს დროულად ღვთასახის ქირურგს მოხდეს ჩარევა. ენის ქვეშ გრძნობ ხოლმე ყრუწვას, სავარაუდოდ სანერწყვე ჯირკვლების ამბავია, რას მირჩევთ და მაინტერესებს როგორ ხდება დიაგნოსტიკა. სანერწყვე ჯირკვლების დიაგნოსტიკისთვის ყველაზე ესეთი მარტივი და სწრაფი და ძალიან კარგი საშუალება არის ულტრაბგერითი გამოკვლევა. ულტრაბგერითი გამოკვლევით შეფასდება ენის ქვეშა და ყბის ქვეშა სანერწყვე ჯირკვლების მდგომარეობა, ასევე სადინრების მდგომარეობა, არ იყოს აქ კალკულოზური პროცესი, ანუ ქვა, კენჭი, ისეთი როგორიც გვაქვს ნაღველში, თირკმელში და ასე შემდეგ. მსგავსად ძალიან ხშირად ხდებით სანერწყვე ჯირკვლებში, ან არ იყოს მიკროლითიაზის მოვლენები, ანუ საწყისი ეტაპი ამ კალკულოზური კონკრემენტების წარმოქმნის. ამიტომ ულტრაბგერითი გამოკვლევით შეძლებს ამის დიაგნოსტირებას და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დაკვირვება. ხომარ უსივდება საკვების მიღების პროცესში შესიება გულისხმობს იმას, რომ ეჭვი გვაქვს ან რბილქსოვილოვანი, ან ქვის მსგავსი ნარჩენების არსებობაზე სანერწყვე ჯირკვალში ან სადინარში, რაც აფერხებს ნერწყვის გამოყოფას. პირობითად კვების პროცესში ვიცით, რომ სტიმულირდება ჭარბი ოდენობის ნერწყვი და თუ კი სადინარში გვაქვს შეფერხება და დაბრკოლება, ის დროულად ვერ იცლება. გარკვეული პერიოდი ჭირდება დასაცლელად. ამიტომ ამასთან ერთად თუ კი ყურადღებით დააკვირდება ამ ჩივილს, ძალიან კარგი იქნება შეფასებისთვის და ულტრაბგერითი გამოკვლევა სპეციალისტის სანამ მაყურებლის კითხვებზე გადავალთ, მე მინდა გკითხოთ თანამედროვე მეთოდებით როგორ ხდება იაშულის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციების ჩატარება და რა არის სიახლეები ამ კუთხით. ანუ იაშულის ბავშვთა საავადმყოფოში რეალურად ერთ-ერთი ყველაზე მე ყველა გადაცემაში ამას ღიად ვამბობ, დავაცხადებ, ერთ-ერთი ყველაზე სანდო ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, სადაც არის ყველაფერი ერთ სივრცეში კომბინირებული, სუპერ მართლა პროფესიონალებით, გუნდით დაკომპლექტებული და რა თქმა უნდა მის სამედიცინო დირექტორით ბატონი ივანე ჩხაიძე, რომელიც მართლაც ბრწყინვალედ და შესანიშნავად უძღვება წლებია უკვე ამ საქმეს და ნამდვილად ამას არც რეკლამა სჭირდება, არც გამოცხადება, თუმცა ეს მაინც ვფიქრობ ხოლმე, რომ საჭიროა, იმიტომ რომ იმდენად საოცარი შედეგები გაქვთ ხოლმე, რომ ეს აუცილებლად უნდა ითქვას. კი, ნამდვილად ბატონი ივანეს დამსახურება და წვლილი უდიდესია, თუნდაც იმიტომ რომ გვაძლევს მიმართულება, საჭიროებას, გვეხმარება და ამ კუთხით ნამდვილად ვთვლი, რომ ბატონმა ივანემ მოახერხა ის, რომ
შეკრიბა ნამდვილად პროფესიონალების გუნდი კი რომელსაც მართავს ძალიან სწორად და ჩვენთვის არის ძალიან დიდი საყრდენი ნებისმიერ შემთხვევაში. რაც შეეხება ჩვენ მიდგომებს, ანუ რეალურად ყბასახის ქირურგიული პათოლოგიების მიდგომები გვაქვს აბსოლუტურად ევროპული და ამერიკული სტანდარტის შესაბამისად. დაწყებული მედიკამენტური მკურნალობიდან იქ, სადაც არ არის საჭირო, არ ნიშნავთ ანტიბიოტიკს, არ ნიშნავთ ზედმეტ მედიკამენტს, დამთავრებული ქირურგიული ჩარავების ეტაპამდე, რომ დროულად, ზუსტ დროს, სწორი მიდგომით მოხდეს ჩარევა, ისე რომ ბავშვს ჰქონდეს ნაკლები ინვაზია და მეტი სარგებელი. ამ მხრივ სიახლე რაც გვაქვს არის ის, რომ თანამშრომლობთ პარიზის ნეკერის ჰოსპიტალთან, რომელიც არის რეფერალ ცენტრი ევროპის მასშტაბით, რომელსაც აქვს სასწაული გამოცდილება ამ უიშვიათესი პათოლოგიების მართვაში. ის, რაც პირობითად ჩვენი ქვეყნის პოპულაციისთვის სულ შეიძლება თითზე ჩამოსათვლელი იყოს, მათთვის და განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ რეფერალ ცენტრი არიან სხვა ევროპული ქვეყნებისთვის, ძალიან დიდი გამოცდილების მომასწავლებელია. შესაბამისად ის, რომ მათი ყბასახის ქირურგები ჩამოდიან ჩვენთან და ასევე ჩვენც ჩავდივართ მათთან გადამზადების და განვითარებისთვის გვაძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში ვაკეთოთ ის უნიკალური ოპერაციები, რაც აქამდე მხოლოდ ხელმისაწვდომი იყო საფრანგეთში. ეს ნამდვილად უნიკალური შესაძლებლობა ქართველებისთვისაც და იაშველისთვისაც, რომ განვითარდეთ და რამდენიმე წელში მივიღოთ ისეთი ევროპული დონის განყოფილება ყბასახის ქირურგიული კუთხით, როგორიც გვაქვს ნეკერში. მათი мотиваციაც ეს არის. გავაკეთოთ ადგილზე და არ მოხდეს ბავშვების გადამისამართება საფრანგეთში მკურნალობის. რა თქმა უნდა, უფრო კომფორტულიც იქნება ბავშვებისთვის ეს ყველაფერი. მსგავსი პრეცედენტები გვაქვს უკვე ჩვენთან ჩატარდა რამდენიმე მართლა იშვიათი ოპერაცია, პოსტოპერაციული პერიოდით წარიმართა ყველანაირი გართულების გარეშე და ამ პაციენტთან უკვე გეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს. კვლავ კითხვა არის ტკივაზე და ყბის სახსარი მიტკაცუნებს ჭამის დროს და როგორც ჩანს ეს პრობლემა ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ხომასია და ტკივილი გადადის ყურებში. მაინტერესებს თუ შეიძლება ხერხემლის პრობლემამ გამოიწვიოს მსგავსი რა. ნახეთ, გამომდინარე იქ. ანუ აშკარად რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს ხერხემლის პატივცემულს, ხომ ასეა რომ. გამომდინარე იქიდან, რომ ხერხემლის პრობლემა რაღაც გარკვეულ პათოლოგიებში არის წინამორბედი თანკბილვის ანომალიების ქვედაყბის პოზიციონირების და ქვედაყბის პოზიციონირება თავის მხრივ გავლენას ახდენს საფეთქელ ქვედაყბის სახსარზე კი, მაგრამ ესე პირდაპირი ასე ვთქვათ მინიშნება, რომ თუ კი პირობითად ლორდოზი ან კიფოზი გვაქვს საფეთქელ ქვედაყბის სახსარიც იქნება პრობლემური არ გვაქვს. ხოლო და მხოლოდ ირიბად მანკიერი წრის ერთ-ერთ ნაწილად შეიძლება მივიჩნიოთ საფეთქელ ქვედაყბის დაზიანება ამ კუთხით. გამარჯობათ, დილით ლიმფური ჯირკვალი მქონდა დასიებული და კისრის არეშიც ტკივილის შეგრძნება, ღრძილიც დამისივდა და სტომატოლოგმა ყბასახის ქირურგთან გამგზავნა რა შეიძლება იყოს. ნახეთ, ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტის ასაკი, მაგრამ ვფიქრობ, რადგან აფასებს ზრდასრულია თვითონ. რა თქმა უნდა, ისეთი კითხვები შემოდის, რომ უფრო ზრდასრულია. გამომდინარე აქედან, ნახეთ, პირველი რაც გჭირდებათ არის ультრავგერითი გამოკვლევა, რომ შეფასდეს ლიმფური ჯირკვლების ოდენობა, ხარისხი, განვითარება, ხომ არ არის რომელიმე ზომაზე მეტად ინფიცირებული ან ხომ არ არის დაჩირქებული და ასევე მნიშვნელოვანია მხოლოდ ღრძილის გაღიზიანება ლიმფადენიც, ანუ ლიმფური კვანძების დაზიანებას არ მოგცემდა. შესაძლებელია აქ ორი რამ იყოს. ერთი რომ თქვათ, ლოკალურად პირის ღრუში გვაქვს პრობლემა, ქვედაყბის ძვლის არეში და შესაბამისად ღრძილის სახით გაღიზიანდა და მიმდებარედ რეგიონალური ლიმფური კვანძები გააღიზიანა და ამ შემთხვევაში დიაგნოსტიკის საშუალებით გასინჯვით და რენტგენოგრაფიით ამას მარტივად ვადიაგნოსტირებთ და მეორე ეს არის ზოგადად იმუნოსუპრესიის ფონი პაციენტისთვის და იმუნოსუპრესირებულ პირებში ვირუს გადატანილებში და თქვათ ვირუსით ინფიცირებულებში ძალიან ხშირია როგორც კისრის ლიმფადენიტი, ანუ ლიმფური კვანძების გაღიზიანება და ანთება, ასევე პირის ღრუს კუთხით გართულებები, წყლოვანი გართულებები, შესიება ღრძილის არეში, გინგივიტები და ასე შემდეგ. ასევე კითხვა შემოვიდა
მოჭარბებული ნერწყვი რისი შეიძლება ბრალი შეიძლება იყოს და მკურნალობა თუ ხდება? კი ბატონო, ნახეთ, შშმ პირებში, ანუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში მსგავს ჭარბ სალივაციას ვაკონტროლებთ ბოტულინოტოქსინის შეყვანით სანერწყვე ჯირკვალში. აღნიშნული პროცედურა კეთდება ულტრაბგერის კონტროლით, კონკრეტული ოდენობის ბოტულინოტოქსინი შეყვავს და ვზღუდავთ ჰიპერსალივაციას, მაგრამ სტანდარტულ შემთხვევაში ჰიპერსალივაციის მიზეზი უმეტესად არის გასტროინტესტინალური პრობლემები, ანუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის არაჯეროვანი მუშაობა, არასწორი საკვები და ასე შემდეგ. ესე იგი 10 კითხვიდან 10-ვე შემოვიდა ყბის კაცუნზე. ძალიან აქტუალური თემა. ნამდვილად განვითარებული მოსახლეობის 90%-ს ამა თუ იმ ხარისხის აფეთქელ ქვედახევის ახსრის. მე გვეკითხებიან ეს ინკურნება თუ არა? ნახეთ, განკურნება როგორც ასეთი და პირობითად რაც დაზიანდა, იმისი აღდგენა არ ხდება, მაგრამ ის რომ პაციენტი იყოს კომფორტული, არ აწუხებდეს ჩივილები და საღეჭი აპარატი და სახსარი იყოს ადეკვატურ მდგომარეობაში, შესაძლებელია ამის მიღწევა. ორ სულ გოგონას აწუხებს ტკივილი ღეჭვისას, უჭერს პირის გახსნა, აქვს დისკომფორტი საფეთქელ ქვედაყბის სახსრის მიდამოში. ჩივილები აღენიშნება ბოლო 3 კვირის მანძილზე და როგორ დავეხმაროთ? კი, ამ შემთხვევაში პირობითად სახლის პირობებში სანამ სპეციალისტს მიმართავს, რაც შეუძლია ნებისმიერი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდით მართოს და ალბათ ექიმთან კონტროლით, ხო? რა აუცილებლად. და არასტეროიდის მალამოს გარე თუ გამოიყენებს, მაგრამ აუცილებელია მოხდეს ექიმის მიერ შეფასება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრობლემა ერთია, მაგრამ მულტიფაქტორული. ხშირ შემთხვევაში გამომწვევი მიზეზი რამდენიმეა და ამისი იდენტიფიკაცია უნდა მოხდეს, რომ შემდგომში დაკლები გართულება კონდეს. კი ბატონო, დაახლოებით 3 წუთი გვჭირდება გადაცემის დასრულებამდე და რომ შევაჯამოთ დღეს ჩვენი გადაცემა და განსაკუთრებით მშობლებს რას ურჩევთ, რა იქნება თქვენი სათქმელი წინ მოდის ასე რომ ვთქვათ, ცივი, უფრო მეტად ცივი დღეები, ალბათ თოვლიც გვესტუმრება ჩვენს დედაქალაქში, თუმცა არიან ბავშვები უმეტესი ნაწილი, რომელიც მიდის სასრიალოდ, მაგალითად ბაკურიანში, გუდაურში და ალბათ იქიდანაც სამწუხაროდ ღმერთმა არ ქნას რომ ასე იყოს, თუმცა ალბათ გაქვთ ხოლმე შემთხვევები და ასევე მინდა კითხოთ 4 წუთი გვაქვს რა დიდი მადლობა პიროტექნიკით დაზიანებულ შემთხვევებზე სახის არეში თუ ყოფილა ახალი წელი გველის არ მინდა რომ ცუდ ნოტაზე დავასრულოთ ჩვენი გადაცემა თუმცაღა მე მაინც მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათიას რომ აი ეს თემები მართალია ამძიმია მაგრამ ალბათ ჯობია რომ მაყურებელმა იცოდეს და განვუმარტოთ რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს. ნამდვილად ძალიან სწორი აქცენტია მიუხედავად იმისა რომ ტონი ნამდვილად მესმის მშობლებს მოუწოდებ პირველ რიგში იყვნენ ძალიან ფრთხილად განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინენ ბავშვის მიერ დამოუკიდებლად პიროტექნიკის მოხმარებისას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი გვაკითხავს საკმაოდ ძიმე დაზიანებებით. პიროტექნიკა უმეტესად არა მხოლოდ კუნთოვანი ქსოვილის და რბილი ქსოვილის, კანის, კანქვეშა ქსოვილის გაგლეჯას იწევს, არამედ ხშირად გვაქვს დამწრობა, ხშირად არის დეფექტები, ასევე ქუთუთოს მიდამოში, ცხვირის მიდამოში, რაც პირდაპირ ასოცირდება ძალიან მძიმე ესთეტიურ გამოსავალთან, რაც მე მიყვებათ პაციენტებს თელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ უმჯობესია, რომ იყვნენ არ გამოიყენონ, ეს არის იდეალური ვარიანტი. ძალიან ქვეყანაში არც იყენებენ იცით და მხოლოდ სახელმწიფო, ასე რომ ვთქვათ, იყენებს ამ პიროტექნიკას და ერთი კონკრეტული ადგილია, საიდანაც ხდება მისი გასროლა. ხომ შეიძლება ახლა ჩვენმა ქვეყანამაც გამოიყენოს მსგავსი ტიპის მაგალითები, სხვა ქვეყნებთან შედარებით აიღოს აი ესეთი ძალიან კარგი რაღაც დანერგილი რაც სხვა ქვეყანაშია და ჩვენთან ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება ხოლმე ფაქტიურად ეს პიროტექნიკა ხო და აუცილებლად უნდა რეგულირდეს. პლუს ამ პიროტექნიკის ხარისხი არ არის შემოწმებული, ხშირ შემთხვევაში არის დეფექტური და გონიათ რომ ძალიან უსაფრთხოდ იყენებენ და ამ დროს სრულდება ძალიან სავალალო შედეგებით.
გამომდინარე აქედან იყვნენ ყურადღებით, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს 24 შვედზე მუშაობს სხვა სახის ქირურგია იაშვილის ჰოსპიტალში, ამბულატორიულად ვიღებთ ზრდასრულ პაციენტებსაც და ბავშვებს, რა თქმა უნდა, როგორც ამბულატორიულ, ასე სტაციონარულ რეჟიმში, ნებისმიერი ჩივილის შემთხვევაში, დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლიათ მიმართონ იაშვილის ჰოსპიტალს, იქ თახვდებათ გამოცდილი, პროფესიონალი, სპეციალიზებული ექიმი და აღმოუჩენს იმ შესაბამის დახმარებას. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობა ძალიან საინტერესო ეთერისთვის. ასევე საინტერესო საუბრისთვის დიდი მადლობა იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ყბასახის ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი ნათია ცერცვაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. დიდი მადლობა ნათია კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის. დარჩით ჩვენს არხზე, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო გადაცემები გელით, საინტერესო სტუმრებით ნახვამდის.